გულისხმობთ ქრონიკა სტუდიაში სოფო ცერცვაძე მუშაობს. ამერიკული ტელევიზიების თანამშრომლების ვიზიტი ქვემო ქართლის ტელერადიო კომპანიაში. ამერიკული ტელეკომპანიებისა და აირექსის სათა ოფისის წარმომადგენლები ჩვენი ტელეკომპანიის თანამშრომლებს მომავალი ერთი კვირის განმავლობაში ტრენინგებს და მასტერკლასებს ჩაუტარებენ. პროგრამა ქართულ და ამერიკულ მედია საშუალებებს შორის გრძელვადიანი პარტნიორული კავშირების დამყარებით, ინდივიდუალური კონსულტაციებითა და გამოცდილების გაზიარებით საქართველოში თავისუფალი მედიის პროფესიულ განვითარებას ისახავს მიზნად. საქართველოს მედია პარტნიორობის პროგრამა შეერთებული შტატების საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტის მიერ არის დაფინანსებული და მას საქართველოში აირექსი ახორციელებს. აირექსის პროგრამაში უკვე რამოდენიმე წელია ჩართული ვარ. პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნის ტელეკომპანიებში ვიმყოფებოდი. ჩვენი მიზანია გაუზიაროთ გამოცდილება და მივცეთ რჩევები ჩვენს კოლეგებს, რომ მოვლენები უკეთესად გაშუქდეს. რაც მთავარია, ისინი იყვნენ საუკეთესო მოქალაქეები იმ ქვეყანაში, სადაც ისინი ცხოვრობენ და მუშაობენ. საქართველოში ალიასკიდან ჩამოვედი. ჩემი მოვალეობაა ტექნიკური კუთხით გაუზიარო გამოცდილება ტელევიზიის თანამშრომლებს, რათა მათ უკეთესად გააკეთონ თავიანთი საქმე. საქართველოში ჩვენი ტელევიზიიდან ჩემი კოლეგები უკვე იყვნენ ჩამოსული. აქ იმაზე დიდი ტელევიზია დამხვდა, ვიდრე ველოდი. დავესწრები გადაღებების მონტაჟს და ჩაწერის პროცესს. ძალიან მაინტერესებს, როგორ მუშაობს თქვენი ტელეკომპანია. დღეს ძირითადად გაცნობითი შეხვედრა იყო, თუმცა უკვე პროდუქტიული. ჩვენ შევეცდებით ფეხი აუწყოთ დასავლურ სტანდარტებს და ჩვენი მაყურებლის მოთხოვნების ბოლომდე აღსრულებლები ვიყოთ, ბოლომდე გავითვალისწინოთ ისინი, ეს ძალიან გამოცდილი ადამიანები ბოლომდე ვიზიარებენ საკუთარ გამოცდილებას და ძალიან ბევრ სიახლეს თუ ტელემედიისთვის დამახასიათებელ მნიშვნელოვან დეტალებზე საუბრობთ, ტარდება ტრენინგები. რუსთავში ტრადიციული დღესასწაულის რუსთავ ქალაქობისთვის ემზადებიან ორდღიანი პროგრამა სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის მაყურებლისთვისაა განკუთვნილი. რა ეტაპზეა მზადება და კონკრეტულად რა სიხილავს პარკის ტერიტორიაზე შეკრებილი საზოგადოება, ვრცლად ჩვენი სიუჟეტიდან შეიტყობთ. გამოფენები, სხვადასხვა სახის გასართობი შოუ პროგრამები და სპორტული შეჯიბრებები რუსთავ ქალაქობის დღესასწაულის აღსანიშნავი იმ ღონისძიებების ჩამონათვალის ნაწილია, რომელსაც კულტურისა და დასვენების პარკი 18 ოქტომბერს დილის 10 საათიდან უმასპინძლებს. ახალგაზრდობის ცენტრი საზოგადოება სპეციალურად ახალგაზრდების ინტერესების გათვალისწინებით შექმნილ პროგრამას თავაზობს. რუსთავ ქალაქობის დღესასწაულთან დაკავშირებით კულტურისა და დასვენების პარკში საკუთარ პროგრამას შესთავაზებს შეკრებილ საზოგადოებას თეატრალური საკვირაო სკოლა. აქვე რუსთაველი მოსწავლეების მიერ შექმნილი ნამუშევრების გამოფენაც მოეწყობა. მოგვიანებით კი გიგანტური ჭადრაკის თამაში გაიმართება. ღონისძიებები დაიწყება დილის 10 საათიდან და გაგრძელდება მთელი დღის განმავლობაში. წარმოდგენილი იქნება თანამედროვე ხელოვნების ნიმუშების გამოფენა, პარკურ შოუ, გიგანტური ჭადრაკი, გრაფიტ არტი. გეპატიჟებით ყველას და ერთად და ლამაზად გავატაროთ რუსთავ ქალაქობა 18 ოქტომბერს. ჩვენი მხრიდან გვპირდებით ძალიან საინტერესო შემეცნებით გასართობ პროგრამას. ეს იქნება ვიქტორინები, კონკურსები, გამოვავლენთ ჩვენს მიერ გამოცხადებული ფოტოკონკურსის და ფრაზების კონკურსის გამარჯვებულს და მე მინდა გთხოვოთ, რომ უფრო გააქტიურდეთ რუსთაველებო, გამოგვიგზავნოთ ორიგინალური ფრაზა. მე მინდა ჩემი ქალაქი იყოს, ეს ფრაზა დაგვისრულოთ ორიგინალურად და გელით საინტერესო პრიზები. გაიმართება მოსწავლე ახალგაზრდობის გამოფენა, კონკურსი. ანუ ეს იქნება თემატური, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ რუსთავ ქალაქობასთან არის დაკავშირებული. ხო და თემატიკა ასეთი არის, რომ პირველი არის ეს ჩემი ეზო, მეორე გახლავთ ჩემი ქუჩა, არქიტექტურა და ძველი და ახალი რუსთავი. ტრადიციული დღესასწაულის აღსანიშნავი ღონისძიებების ფარგლებში ახალგაზრდებს მხატვრული ტანვარჯიშის წარმოდგენაზე დასწრების შესაძლებლობაც ექნებათ. მსურველები მონაწილეობას სპრეი პეინტინგში, პარკურ შოუსა და პეინტბოლშიც მიიღებენ. რუსთავში შესაძლოა ხოლმე ესეთი რაღაცეები და რატომაც არ დისიამით მოვალ. რა თქმა უნდა, სასიამოვნო იქნება ყველას, ნებისმიერი რუსთაველისთვის. ძალიან კარგი ასეთი ღონისძიებები ახალგაზრდობისთვის, იმიტომ რომ აღარ მოუწევთ ერთფეროვანი ცხოვრება, გახალისდებიან. სტიმულიც არის მათთვის სუსახში რომ არ მოუწევთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ახალგაზრდებისთვის, ისე თვითონ ქალაქის განვითარებისთვისაც. ძალიან აკლია ახალგაზრდობას და იმედი მაქვს სხვაებიც მოვლენ. კულტურისა და დასვენების პარკის ტერიტორიაზე ახალგაზრდა შემსრულებლებისთვის ცოცხალი მუსიკის სცენა განთავსდება. 18 ოქტომბრის პროგრამას კი DJ პარტი დაასრულებს.
2015 წლის 1 იანვრიდან სოციალურად დაუცველი ოჯახების შეფასების კრიტერიუმები იცვლება. ისეთი ნივთები, როგორიცაა ტელევიზორი, გაზქურა და გამოთმობელი სარეიტინგო ქულების დადგენის პროცესში გავლენას ვეღარ მოახდენს. ასევე გათვალისწინებული აღარ იქნება სოციალური აგენტის სუბიექტური აზრით. როგორც სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახის წევრი ინგა ბეგაშვილი ამბობს, მისთვის შეფასების ახალი კრიტერიუმი, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ახალი წლიდან განახორციელებს, მისაღებია, რადგან ხშირად ადამიანებს შეჭირვებული სტატუსის მისაღებად ხელს ნათესავების მიერ ნაჩუქარი ნივთები უშლიდა. ძალიან კარგი გადაწყვეტილება არის, იმიტომ რომ თუ შეიძლება ხომ შეიძლება ვიღაცამ რაღაცა ნივთი გაჩუქოს და ჩვენ ამის გამო თუ კი ვიღაცა ნივთს გვაჩუქებ და ამის გამო ქონდა დიდი პრობლემები. ხატია მაისურაძე ეპილეფსიით დაავადებულ დედასთან და დეიდასთან ერთად მარტო ცხოვრობს. მათი შემოსავალი სოციალური დახმარების შეწყვეტამდე ყოველთვიურად 78 ლარში ადგენდა. როგორც თავად ამბობს, მას სოციალური დახმარება სააგენტომ თავდაპირველად საზღვრის კვეთის გამო მოუხსნა. განმეორებითი თხოვნა კი დახმარების მისაღებად უშედეგო აღმოჩნდა. საზღვრის კვეთის გამო თქვენ შეჩერებული გაუძროებით სოციალური დახმარება და თუ პრეტენზია გაქვთ შეგიძლიათ მოგზაურეთ წერეთლის ამ ნომერში ჩავედი დავწერე საჩივარი ამასთან დაკავშირებით რამოდენიმე დღეში პასუხი ჩამოვიდა რომ კონკრეტული მიზეზები ვერ დგინდებოდა რის გამო მიჩერებდნენ დახმარებას დავწერე ახლა განცხადება მოგბრძანდა აგენტი ერთ თვეში მოვიდა აგენტი აღწერა სახლი შეამოწმა ყველაფერი და ერთ კვირაში მივედი პასუხი რომ გამეგო და დაგვიწერეს ბაღალი ქულები. უკეთესი იქნება ახალი კანონი თუ ხელმძღვანელებენ. თუ აგენტის გადასაწყვეტი აღარ იქნება ვიღაც რიგითი მოქალაქის ვიღაცის გაჭირვება და კარგად ყოფნა. ჯანდაცვის სამინისტროსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით შეცვლილი შეფასების წესი, რომელიც ახალი წლიდან ამოქმედება, სოციალურად დაუცველი ფენისთვის მისაღები იქნება. საყოფო ცხოვრება ნივთებს მაგალითად აღარ აქვს არანაირი გავლენა სარეიტინგო ქულაზე. გარდა ამისა, სარეიტინგო ქულაზე გავლენა არ ექნება სუბიექტურ აზრს, სოცაგენტის სუბიექტურ აზრს და მთავარი რაც არის სარეიტინგო ქულის დათვლისას გათვალისწინებული იქნება შემოსავლები და ის ქონება, რომელიც პოტენციურად შემოსავლის მომტანია. აღნიშნული პროგრამა საქართველოში ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით იუნისეფთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში ხორციელდება. რუსთავის საბავშვო ბაგაბაღებში ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაციის მორიგი ეტაპი იწყება. ფილიალებში არსებულ ვაკანტურ ადგილებზე ბავშვთა დამატებით ჩასარიცხად ელექტრონული რეგისტრაციის პროცესი ვებგვერდზე რუსთავი კიცჯი 20 ოქტომბერს 12 საათზე დაიწყება და არსებული ადგილების შევსებამდე გაგრძელდება. რეგისტრაციის წარმატებით გავლის შემთხვევაში მშობლება შესაბამისი დოკუმენტაცია ფილიალის ადმინისტრაციაში 3 სამუშაო დღის ვადაში უნდა წარადგინოს. გაერთიანების ხელმძღვანელის გიორგი მაღლაფერძის განმარტებით სიახლე ასაკობრივ ჯგუფებში ბავშვების ჩარიცხვის წესში. უახლოეს მომავალში კი ელექტრონული განაცხადების ფორმის გამარტივებაც იგეგმება. უახლოესი რეგისტრაციის თარიღი ამ გამოჩენილ დამატებით ვაკანსიაზე ჩვენ განსაზღვრავთ 20 ოქტომბერი დღის 12 საათი, სიახლოვე ორშაბათი დღე. ძალიან გთხოვთ რეაქციათ ყურადღება, რომ ჩარიცხვის დღე არის 23 ოქტომბერი. ანუ ეს ბავშვები, რომლებიც დარეგისტრირდებიან 20 რიცხვში და წარმოადგენენ საბუთებს, ისინი 23 რიცხვში ჩაირიცხებიან ბაღებში. ყველა ეს ინფორმაცია საკმაოდ მარტივი ფორმით განთავსებულია ჩვენ ვებგვერდზე. პირველი ვთქვი მშობლებს, რომ იყვნენ ყურადღებით, წაიკითხონ ის საჭირო ინფორმაცია, რაც ჩვენს გვერდზე არის. რუსთავში გზების რეაბილიტაცია აქტიურად გრძელდება. ამ დროისთვის სამუშაოები ვახუშტის, თბილისისა და მეგობრობის ქუჩებზე მიმდინარეობს. აღნიშნულ ტერიტორიებზე სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია გზატკეცილი პლუსი ახორციელებს. ტერიტორიებზე სანიაღვრე სისტემა ეწყობა და ასფალტის საფარი იგება. უახლოეს მომავალში მოწყობა ტროტუარებით. სამუშაოები თვის ბოლოს დასრულდება. გზატკეცილი პლუსი ამჟამად აწარმოებს სანიაღვრე მილების რეაბილიტაციას ვახუშტის ქუჩის 7 ნომერსა და 7-ში. 140 სიგრძივი მეტრის მილი იდება 300-იანი მილებით. მიმდინარეობს მუშაობა სარეაბილიტაციო სამუშაოზე თბილისის 15-სა და 17 ნომერში. წალკაში ჩასახლებულმა ეკომიგრანტებმა მიტოვებული საავადმყოფოს შენობა დაიკავეს. თვითნებურად შეჭრილი მოსახლეობა ადგილობრივ მთავრობას დახმარებას თხოვს, რადგან შენობა, რომელშიც თვითნებურად შეიჭრნენ, საცხოვრებლად გამოუსადეგარია. სახლებს კი, რომლებშიც ამ დრომდე ცხოვრობენ ის მეპატრონები გამოუჩნდნენ, რომლებმაც საქართველოს წლების წინ დატოვეს.
ამ შენობას არც ფანჯარა აქვს, არც ელექტროენერგია შეყვანილი და არც ბუნებრივი აირი. თუმცა წალკაში 4 წლის წინ ჩასახლებული აჭარლები ზამთრის გადატანას სწორედ აკაპირებენ. შეხედეთ, ესეთი პირობები გვაქვს ნაგვითა, სავსე აკავრობა, ელექტროენერგია არა, ვასუფთავებთ, მაგრამ არაფერით არ სუფთავდება, იმიტომ რომ ყველაფერი გაფუჭებულია, წყალი არ გვაქვს ეზოში. ანუ ყველანაირი პირობები არა გვაქვს ისეთი პირობები, რომ საცხოვრებლად გამოდგეს, მაგრამ ვცდილობთ, რომ რამე ისეთი გავაკეთოთ, რომ ეს ზამთარი მაინც გადავიტანოთ აქ. ნახევრად დაშლილი საავადმყოფო შენობა 100-მდე ოჯახმა თვითნებურად დაიკავა. ეკომიგრანტები წალკაში 4 წლის წინ მას შემდეგ დასახლდნენ, რაც აჭარაში მათი საცხოვრებელი სახლების სტიქიამ დაანგრია. ამ დროის განმავლობაში ისინი ბერძნების მიერ მიტოვებულ სახლებში ცხოვრობდნენ. ამჯერად კი მეპატრონეები ბინების უკან დაბრუნებას ან სოლიდურ ქირას ითხოვენ. ბერძნის სახლში შევედი 45 წელია საქართველოს მიწაზე რო ფეხი არ დაუდგია. იმას ჩამოვიდა, გაიფორმა სახლი, მეუბნება, სიბრებანა გაღალდით, მოვიდა, მეუბნება, გამოდი, უნდა შევიდე. სად წავიდე? ჩამოსული არიან ყველა თავის სახლში და თავისი პატრონი რომ ჩამოვა, როგორ არ გამოხვალგან. სად წავიდეთ? $500 რითი ავაგროვოთ, რომ მას გადაუხადოთ. ჩვენ რა ვჭამოთ? არ გვაქვს ამდენი საშუალება. ადგილობრივების განცხადებით მათი ერთადერთი შემოსავლის წყარო მსხვილფეხა ცხოველია. თუმცა მათ შენახვას ვერ მოახერხებენ, რადგან საქონლისთვის სადგომი არ აქვთ. ეკომიგრანტები დახმარებას ადგილობრივ მთავრობას თხოვენ. საქონელი სად უნდა დავაბათ, ეს ძალიან დიდი პრობლემა არის. არაფერი არ არის, ოთახები არის, ისიც ამდენი გაჭირვებული ხალხი ვართ და შევიდეთ, როხას ოთახში ხო არ შეიყვანს, სად უნდა დავაბათ, არ ვიცით. წალკის მუნიციპალიტეტის გამგებელი აცხადებს, რომ შენობა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსია, რის გამოც მის გარემონტებას ვერ მოახერხებს. მისივე თქმით, შენობის ლტოლვით და სამინისტროს გადაცემის და გარემონტების საკითხი დღის წესრიგში უკვე დგას. აი ეს შენობა დაახლოებით 1 თვის წინ მე დავათვალიერებინე ტოლთა განსახილვის სამინისტრს ბატონ სოზარ სუბარს, თხოვე რომ იქნებ გარემონტდეს ეს შენობა ეკომიგრანტებისთვის. ამაზე მიმდინარეობს მუშაობა, შემკვირდა მინისტრი რომ აუცილებლად გადავწყვიტა ამ საკითხს. მიმდინარეობს აღნიშნული მოქალაქეების პრობლემების შესწავლა კომპლექსურად, ასე ვთქვათ და შესაბამისად შესწავლის შემდეგ იქნება მიღებული გადაწყვეტილება, ესათვის გადაწყვეტილება, რათა შევძლოთ ამ მოქალაქეებისთვის დახმარება. აჭარელმა ეკომიგრანტებმა საპროტესტო აქცია 3 დღის წინაც გამართეს. მათ უკვე მზად აქვთ პეტიციაც, რომელსაც საქართველოს მთავრობას, პარლამენტს და პრეზიდენტის ადმინისტრაციას გადაუგზავნიან. საქართველოს მთავრობა მზად არის მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ქართული დიასპორის ჩართულობა სახელმწიფოს აღმშენებლობის პროცესში. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დიასპორის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერმა დიასპორის როლზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მისი პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენება მნიშვნელოვანია. ჩვენს დიასპორას აქვს უზარმაზარი პოტენციალი, იქნება ეს ინტელექტუალური თუ ფინანსური. ამიტომ საჭიროა რომ დადგეს დრო როცა ჩვენი თანამემამულეები საკუთარ პოტენციალს მიმართავენ სწორედ ჩვენი ქვეყნის გასაძლიერებლად. იქნება ეს მათი ინტელექტუალური შესაძლებლობები თუ იქნება ეს მათი ფინანსური რესურსები. საქართველოში მოღვაწე ბიზნესმენები გაეცნობიან საზღვარგარეთ მოღვაწე თანამემამულეთა იმ ახალ ხედვებს, ტექნოლოგიებს, რეგულაციებს, რაც დასავლეთ ევროპისა და სხვა ქვეყნებშია დანერგილი. გაიზიარებენ მათ გამოცდილებას. იმედია ფორუმის მონაწილეები საჭირო ცოდნითა და ინფორმაციით გამდიდრებულნი დაუბრუნდებიან თავიანთ საქმიანობას. მიკროავტობუსებში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ინტერტრენში ცხელი ხაზის ნომრები 0341 298080 და SMS ნომერი 59221 ამოქმედდა. დილიდან რუსავი თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსების კომპანიის თანამშრომლებმა ყველა მიკროავტობუსში ცხელი ხაზის ნომრების სტიკერები გააკრეს. ინტერტრენში აცხადებენ, რომ კომპანიაში შესულ თითოეულ საჩივარსა თუ თხოვნაზე ისინი ოპერატიულ და ადეკვატურ რეაგირებას მოახდენენ. რუსთავში ყვითელი მიკროავტობუსების კომპანია მომსახურების ხარისხის ამაღლების მიზნით ღონისძიებების გატარება დაიწყო. კომპანიის მხრიდან ერთ-ერთი აქტიობა ცხელი ხაზის ნომრებია, რომელიც დღეიდან ამოქმედდა. ინტერტრანსში განმარტავენ, რომ თუ მოქალაქე მგზავრობისას რაიმე სახის დისკომფორტს იგრძნობს, რაც მის უსაფრთხო გადაადგილებას საფრთხეს შეუქმნის, შესაძლებლობა ეძლევა ცხელი ხაზის ნომრების მეშვეობით კომპანიას დაუკავშირდეს. ინტერტრანსში აცხადებენ, რომ თითოეული მოქალაქის გზავნილზე ისინი ოპერატიულ და ადეკვატურ რეაგირებას მოახდენენ.
შეიძლება იყოს მძღოლის მიერ სიგარეტის მოწევა, სიჩქარის გადაჭარბება, მარშრუტიდან გადახვევა, ან ზუსტად მოქცევა, ან ნებისმიერი ის მომენტი, რომელიცაც მგზავრი ჩათვლის, რომ მისი უფლება დაირღვა, ის დარეკავს ხელხაზე, ან SMS გამომაგზავნის და მიიღოს პასუხს. მისი უფლება თუ დაირღვა, აღმოფხვრილი იქნება კომპანიის მხრიდან. კომპანიის მიერ განხორციელებულ სიახლეს დადებითად შეხვდა ადგილობრივი მოსახლეობა. როგორც ისინი აცხადებენ, კომპანიასთან თანამშრომლობას გეგმავენ. 1000 ადამიანი სიცოცხლესთან არის ყველაფერი დაკავშირებული და რა ვიცი, მივესალმები ძალიან, რომ ესეთი ცხელი ხაზი ამოქმედდა და თუ იქნება მე პირადად გავგზავნი ან SMS ან დავარეკავ. რაც უფრო მეტად იქნება დაცული უსაფრთხოების ზომები, როგორც მძღოლის, ასევე მგზავრის, მით უკეთესია, რა თქმა უნდა, ყველასთვის, თითოეული მოქალაქისთვის. ადამიანი თავის უსაფრთხოებაზე უნდა ზრუნავდეს და აქედან გამომდინარე კარგია. კომპანია ინტერტრანსი მომხმარებელს მოუწოდებს აქტიურად ჩაერთოს მომსახურების გაუმჯობესების მხრივ მიმართულ აქტივობებში. დაახლოებით 1 საათის წინ შარტავას გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს BMW-ს და Nissan-ის მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. ინციდენტის შედეგად არავინ დაზიანებულა. ფაქტთან დაკავშირებით სამართალდამცველები გამოძიებას აწარმოებენ. რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის თეატრმა საბავშვო სპექტაკლ სამეფო ძმაპარს უმასპინძლა. რუსული პიესა რეჟისორმა გურამ ბრეგაძემ ბევრი პოზიტივითა და მრავალი სახალისო ფერებით სცენაზე ადგილობრივ მსახიობებთან ერთად დადგა. ორ მოქმედებიან პიესას რუსთავის საჯარო სკოლის მოსწავლეები დაესწრნენ. პატარა მაყურებელი სპექტაკლის ხილვას 15 ოქტომბერს 12 საათზე კიდევ ერთხელ შეძლებს. ეს არის ცოტაახლებული დანახვა ზღაპრების, როგორ ვთქვათ, ახალი პიესა არის, საერთოდ წარმატებით იტმება ასე მოსკოვში, თბილისშიც. და აქ გვაქვს დღეს პრემიერა. ბავშვები თვითონ აღტაცებულები იყვნენ, აღთოვანებულები იყვნენ და სასიამოვნოა, როცა ამდენი პატარა იზრდება ამ ჩვენ სპექტაკლზე და ბოლოს და ბოლოს იზრდებიან და უკვე ჩამოყალიბებულ მაყურებლად ხვდებიან ბოლოს. მე ძალიან მომეწონა ეს დადგმა. როლები თანაბრად იყო განაწილებული, ძალიან მომეწონა, სახალისოც იყო და ძალიან დამაფიქრებელიც იყო ამავდროულად. ძალიან მომეწონა და გმაყოფილი ვარ. საბავშვო კინოთეატრი ჯადოსნური ლამპარი ახალ სეზონს იწყებს. კინოკლუბი მოზარდებისთვის ჩვენებებს 24 ოქტომბრიდან განაახლებს. ბავშვებს საშუალება ექნებათ იმოგზაურონ კინოს ჯადოსნურ სამყაროში, უყურონ ხარისხიან ფილმებს, გაიცნონ კინო როგორც ხელოვნება და შეისწავლონ აუდიო-ვიზუალური მედია. გარდა ამისა, კლუბის წევრები თანატოლებს კულტურულ გამოცდილებას გაუზიარებენ, რაც ხელს შეუწყობს მათ საზოგადოებაში ინტეგრაციას. სეზონის განმავლობაში სულ 9 ფილმი იქნება ნაჩვენები. ჯადოსნური ლამპარი 6-დან 12 წლამდე ბავშვებისთვის არის განკუთვნილი, მოზარდებს რეგისტრაციის გავლა სკაუტური ორგანიზაციის შენობაში ბალანჩივაძის 6 ნომერში შეუძლიათ. მოგესალმებით, ჩვენ ქალაქში არ არის არც ერთი კინოთეატრი სამწუხაროდ დღეს თქმულობით, აქედან გამომდინარე ჩვენი პროექტი აძლევს საშუალებას რუსთაველებს აინაზღაურონ ეს დანაკლისი. 10 წლის განმავლობაში ნაჩვენები იქნება ესეთი ლეგენდარული რეჟისორების მიერ შექმნილი ფილმები, როგორებიც იყვნენ ჩარლი ჩაპლინი, ბასტერ კიტონი, ჰაიაო მიაძაკი და სხვები. მეორე სეზონს ვიწყებთ 25 ოქტომბერს. ჩვენებები იქნება 2, იქნება პირველ საათზე, ასევე 2 საათზე. და იქნება ასევე 9 ფილმი ნაჩვენები, ეს არის მთელი თვეში ერთი ფილმი. ყოველი თვის ბოლო შაბათს არ არის მარტო ფილმის ჩვენება, არის ასევე მოდერაცია, რომელიც არის დიალოგის რეჟიმში მიდის ბავშვებთან და არის ეწიოდი ფილმის თემატიკასთან დაკავშირებით. ახლა კი სპორტის სიახლეებს გავეცნოთ. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოსა და რუმინეთის 19 წლამდელთა ნაკრებებს შორის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი გაიმართა. შეხვედრის პირველივე წუთზე ანგარიშის გახსნა რუმინელებმა შეძლეს. მე-7 წუთზე კი რუსთაველმა ფეხბურთელმა ოთარ კიტაიშვილმა გაათანაბრა. მე-13 წუთზე კიტაიშვილის მეორე გოლით უკვე საქართველო დაწინაურდა. საბოლოოდ ჩვენმა ნაკრებმა ანგარიშიც 3-1 გაიმარჯვა. ამ მოგებით გიორგი დევდარიანის შეგირდებმა ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავეს და ელიტ რაუნდის საგზური მოიპოვეს. საჩოგბურთო კორტებზე დასრულდა რუსთავის თასის გათამაშება მოყვარულ ჩოგბურთელებს შორის. ტურნირის გამარჯვებული კალმახელიძისა და ხარბებიას წყვილი გახდა. ფინალურ შეხვედრაში თბილისელებმა წყვილმა რუსთაველ ჩოგბურთელებს ტაიმ-ბრეკში 11-9 სლიეს. შეგახსენებთ, რომ შეჯიბრი კორტებზე 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. საერთო ჯამში კი პირველობისთვის 16 წყვილი იბრძოდა. ფინალში გავიდა რუსთავის წარმომადგენლები ილია ჭავჭავაძე და მურადი პაიჭაძე ფინალში და თბილისიდან კალმახელიძე ზვიადი და ხარბედია რეზო.
უშაღავად ბრძოლას უეთყვენ ის გაიმართა. პირველი სეტი მოიგო თბილისელებმა, მეორე სეტი მოიგო რუსთაველებმა და მესამე გადამწყვეტ სეტში აი ხელიდან რომ გამოგლიჯესო, ისე მოხდა რომ თბილისის წყვილმა გაიმარჯვა. საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ჩემპიონატში მეექვსე ტურის შეხვედრები გაიმართა. უმაღლესი ლიგის ლიდერებმა გამარჯვება ამჯერადაც მოიპოვეს. ხარებმა არმაზი დაამარცხა, ბოლნისის ყოჩებმა კი არ მიასწლია. რუსთაველი მორაგბეები წარმატებულ ასპარეზობას აგრძელებენ. მიმდინარე ეროვნულ ჩემპიონატში ხარებმა რიგით მეოთხე გამარჯვება მოიპოვა. ამჯერად გუნდმა ავჭალის სტადიონზე თბილისის არმაზი 17-14 დაამარცხა. მომზადებულები იყვნენ წინა თამაში მოიგეს და რა ვიცი, ნამდვილად ძლიერი გუნდი არის. დღესდღეობით ისეთი გუნდია, რომ ბევრთან შეცდომები და ისინი რაც არის თამაშზე არავის არ აპატიებენ რა და ამჯერად უშეცდომოდ ვითამაშეთ, მოვემზადეთ და დაგვიფასდა ეს შრომა. დაძაბული თამაში იყო და ბიჭების თავდადებით გავიმარჯვეთ ბოლო წუთებში. იყო იმ 15-იანი შეტევა და გიორგი ბასილაია მომცა პასი, შემდეგაც დავდელელი. ხარებისა და არმაზის დაპირისპირება პირველივე წუთიდან საინტერესოდ და დაძაბულად წარიმართა. შეხვედრაში მასპინძლები დაწინაურდნენ. რუსთაველებმა ტაიმის დამთავრებამდე საჯარიმო დარტყმებით ანგარიში გაათანაბრეს. მეორე ტაიმში ხარებმა ლელოს დადება მოახერხა და საბოლოოდ სასურველი ანგარიშიც დააფიქსირა. ბიჭებმა ყველაფერი ჩადეს, რომ ეს თამაში მოეგო და დიდი მადლობა ბიჭებს და გულშემატკივარს მართალია მოგვიწევს ეხლა გულშემატკივრის გარეშე ჯიქებთან თამაში, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ისინი ჩვენ გვერდზე იქნებიან და ბოლომდე ვიბრძოლებთ. თამაშის დამთავრების შემდეგ არმაზის მორაგბებმა მედიისთვის კომენტარი არ გააკეთეს. რაც შეეხება სატურნირო მდგომარეობას, ჩემპიონატს კვლავ ყოჩები ლიდერობს. ბოლნისელები 6 თამაშიანი წაუგებელი სერიით და 25 გოლით პირველ ადგილზე იმყოფებიან. ხარები კი 20 გოლით მეორეზეა. როგორ გამოიყურება ტაიფუნი კოსმოსიდან? ინტერნეტში კოსმოსური სააგენტოს ვიდეო გამოქვეყნდა, რომელიც გიგანტურ ტაიფუნს ვონფონს აჩვენებს. ციკლონი ამჟამად იაპონიის მთავარი კუნძულის თავზე მძვინვარებს. ციკლონის შედეგად იაპონიაში 59 ადამიანი დაშავდა. შეფერხებულია სატრანსპორტო მოძრაობა და ელექტროენერგიის მიწოდება. გადაიდო დაახლოებით 600-მდე ავიარეისი. დაკეტილია ავტომაგისტრალები და სკოლები. მამამ ქალიშვილს ლექსუსი აჩუქა ვიდეო, რომელიც ინტერნეტში რეკორდს ხსნის. YouTube-ზე განთავსებული ეს ვიდეო 3 დღეში თითქმის 1 მილიონჯერ ნახეს. როგორც ვიდეოს ავტორმა განაცხადა, ვიდეო სათვალთვალო კამერით არის გადაღებული და ის მას მეგობარმა გადასცა, რომელიც ავტოსადაზღვეოში მუშაობს. ვიდეოს აღწერიდან ირკვევა, რომ სრულიად ახალი ლექსუსი საჭესთან გოგონაზის, რომელიც მას რამდენიმე წუთში ნაწილებად აქცევს. Google-მა სერვისის Street View-ს უდაბნოს გავლით მარშრუტი დაამატა. ყველა ფოტო 10 წლის აკლემის რაფიას ახმარებით გადაიღეს. არაბეთის ქვიშის სილამაზის აღსაბეჭდად აკლემს ბედუინის თანხლებით მათზე კამერით გავლა მოუხდა, რომელიც მის კუზზე იყო დამაგრებული. ახლა უნიკალური პეიზაჟების ნახვა მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანს სახლიდან გაუსწრებს. გამოშვების ბოლოს ამინდის პროგნოზ გავეცნოთ და გავიგოთ, როგორი ამინდი იქნება ხვალ ჩვენს რეგიონში. წალკაში დღისით +12 გრადუსი იქნება, ღამით კი 5 გრადუსი, თეთრი წყაროში დღე 12 გრადუსი, ღამით კი 6 გრადუსი. თბილისში +12 იქნება, დღისით ღამით +3 გრადუსი სითბო, ბოლნისში +16 დღისით ღამით +8 გრადუსი. მარნეულში 16 გრადუსი იქნება, დღისით ღამით 11 გრადუსი, თბილისში კი 16 გრადუსამდე გათბება, დღე ღამით 11. გარდაბაში +16 დღისით ღამით 11 გრადუსი იქნება, რუსთავში კი 16 გრადუსი სითბო, ღამით 11 გრადუსი. ქრონიკა წყლის ნახევარზე დასრულებულია, მე ხვალ საღამომდე გემშვიდობებით, ნახვამდის.